ფილმები, რომლებიც აკრძალულია სხვადასხვა ქვეყნებში. Გაის გეტყვით ბოლოში საქართველოც იქნება. მოკლედ, პირველი ფილმი არის ბორატი. ბორატი არის კომედიური ფილმი, სადაც მთავარი პერსონაჟი ყაზახი ტელეჟურნალისტი ბორატ საგდიევი ჩადის ამერიკაში დოკუმენტური ფილმის გადასაღებლად. ფილმი გამოვიდა 2006 წელს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აკრძალეს ყაზახეთში. თუმცა მაგ ფილმის ჩვენების შემდეგ ტურისტების რაოდენობა ყაზახეთში გაიზარდა და ბანი მოხსნეს. თუმცა ეგ ფილმი ამ მომენტისათვის არის აკრძალული ყატარში, ემირატებში და საუდის არაბეთში. პროვოკაციული იუმორისა და შეურაცხყოფლად მიჩნეული სცენების გამო. მეორე ფილმი არის ინტერვიუ. ინტერვიუ არის კომედიური ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ორ ჟურნალისტზე, რომლებიც მოულოდნელად ერთვებიან საიდუმლო მისიაში და მაგის გამო უწევთ ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლა. ფილმი გამოვიდა 2014 წელს და იმ წამსვე აკრძალეს ჩრდილოეთ კორეაში, რადგან იგი პირდაპირ დასცინის ქვეყნის ლიდერს და აჩვენებს მის მკვლელობას, რაც პოლიტიკურ პროვოკაციად მიიჩნიეს. როგორც ჩანს, კიმს არც ისე ძალიან მოსწონს კეტი პერი. არ და კარგი მომღერალია. და ბოლო არის დაჩვენს ვიცეკვეთ. რეალურად ეს ფილმი საქართველოში აკრძალული არ არის, თუმცა ულტრაკონსერვატიულმა ჯგუფებმა და ზოგმა რელიგიურმა ორგანიზაციამ ფილმს პროტესტი გამოუცხადეს, შემდგომ მიტინგები მოაწყეს და საბოლოოდ ჩაშლა სცადეს. რის გამოც რაღაც პერიოდის შემდეგ ფილმის ჩვენებების შეჩერება მოუწია. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბზე, რომელიც მთელი ცხოვრება ქართულ ეროვნულ ანსამბლში ცეკვავს და ცდილობს საუკეთესო მოცეკვავე გახდეს. მისი ცხოვრება იცვლება, როცა ანსამბლში ახალი ძალიან ნიჭიერი მოცეკვავე ირაკლი მოდის. კონკურენცია ნელა-ნელა მეგობრობისა და ძლიერ გრძნობებში გადაიზარდა. ოე! ეს სცენარი ვინ დაწერა? მოკლედ, ფილმი აკრძალული არ არის, თუმცა მაგის პოვნა ინტერნეტში ცოტათი არ იყოს და რთულია. მაგრამ თუ კარგად მოძებნით, რა თქმა უნდა იპოვით. არ ვიცი რა თქინდათ, მაგრამ ამ ფილმზე უკვე კომენტარების გარეშე ვიქნები. თავს დავიზღვევ ჰეითერებისგან.